ჩვენ ყვავილის ბაღას აქვს ხელშეკრულება. და ჩვენ დაახლოებით მივაწოდეთ 2700 ტონა ერთ წელზე წლის განმავლობაში. გეტყვით, რომ ქალბატონმა ლიანა ყაჭაშვილმა მოსამართლე. ფაქტიურად ჩვენ არ დაგვირღვევია ჩვენი ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი და ჯარიმა გამოგვიწერა. და სრულად დააკმაყოფილა ბატონი ლაშას საჩივარი. ეხლა გეტყვით, ძირითადი პრობლემა რა არის, რომ ჩვენ ნაკელს ვყიდით როგორც სასუქად. მე დღეს მოვიტანე ამის ბუკლეტი, მე რეკლამის არ მინდა რეკლამირება, მაგრამ და შესაბამისად ჩვენ ამ ყველა ნაკელს და კომპოსტს ვყიდით როგორც სასუქად მიწით და გეტყვით, რომ ჩვენი ეს უკვე რამდენიმე წლიანი პროცედურა საკმაოდ წარმატებული იყო გარდაბნის რაიონში და საგარეჯოში. სიმინდის მოსავლიანობა გაიზარდა 5-ჯერ. ანუ კარგი შედეგი გამოიღო. ნიადაგი ნაყოფიერდება ნაკელით. ნიადაგი ნაყოფიერდება და სტრუქტურა იცვლება, რაც ძალიან აუცილებელი არის. ჩვენ მივაწოდეთ ხელშეკრულების შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონო ლაშას იქ დაახლოებით რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწას ფართობი ჰქონდა და შესაბამისად იმას იყენებდა მოსავლის მისაღებად. ჩვენ ფაქტიურად ჩვენ რო გავაფორმეთ, უშუალოდ მე არ ვიყავი დაკავებული, მაგრამ ფაქტიურად დაგვიმალა, რომ თურმე ძროხების საჭმელად მიქონდა ეს და შესაბამისად ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომ დაიწყო სასამართლოში ბატონო ლაშამ სიარული. კი ბატონო. ბატონო, რამდენიმე დეტალს დავაზუსტებ, რომელიც მათ შორის ბიოს ხარისხსაც ეხება. ანტიბიოტიკები ზოგადად ქათმების ფერმებში გამოიყენება ყველგან მსოფლიოში. რაც მე გადავამოწმე, დავადგინე, წავიკითხე და ასე შემდეგ, თავად ქათმის პროდუქციისათვის იმის გამო, რომ ის გარკვეული პერიოდის 3-დან 6 დღემდე ორგანიზმიდან გამოდის ექსკრემენტის სახით, ქათმის პროდუქციისათვის ეს არც საშიში აღარ არის და არ წარმოადგენს მოხმარებისთვის პროდუქციის მოხმარებლისთვის რაიმე ტიპის საფრთხეს, იმიტომ რომ ამ ხრევაც იყო აჟიოტაჟი ატეხილი, იმიტომ რომ ხალხი უკვე ყველაფრის გამო არის შეშინებული. თუ შეგიძლიათ გითხრათ, უშუალოდ თქვენი ქათმის და კვერცხის პროდუქციის ხარისხს ვარ იქნება ამის გამო რამე საფრთხე? ჩვენ ქათმის პროდუქცია, რომელიც არის ძიაზე მეხორცული ჯიშები, ისინი ცხოვრობენ 40 დღეს. დიახ. და აღწევენ იმ წონებს, რომელსაც ჩვენ მაღაზიებში ვყიდით. ჩვენ ანტიბიოტიკებს ამ სფეროში არ ვიყენებთ. რატომ არ ვიყენებთ, გეტყვით ახლა. იმიტომ 40 დღე ცხოვრობს, ძირითადად ვიყენებთ ვაქცინებს, ფაგებს და შესაბამისად ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი წარმატება არის მაქსიმალური სისუფთავე წარმოების და ამ წარმოებაში არ ვიყენებთ. და ის ნაკელი, რომელიც მქონდა ბატონ ლაშას, იყო აღებული ამ თანდები პროდუქტიდან. გასაგები. მაშინ რძეში აღმოჩენილი გარკვეული ტოქსინი, რომელიც სხვათა შორის აღმოაჩინა სანტემ და კიდევ ერთმა კომპანიამ და შეაჩერეს, ანუ სანტეს დამსახურებით შეჩერდა როგორც ძის მიღებაც და ამ თვალსაზრისით სანტეს მიღების სტანდარტების დასაფასებელია იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ გამოუყენებიათ ეს რძე თავიანთ პროდუქციის რძის პროდუქტების საწარმოებლად. ეს ალბათ მათ შორის იმითაც არის განპირობებული, ისინი სწორედ ევროკავშირის სტანდარტებით მუშაობენ და ყველა ეტაპზე გადიან. რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ თქვენს შემთხვევაში ის ნარჩენი რის გამოც ძროხები დაეხოცა ყვავილის ბაგას. დახოცა გეტყვით, აი ძირითადად იყო სხვა შორის ესეც მინდა დავაზუსტო. მე მაგალითად სურსათის უმნებლობისა და სხვა ვეტერინარული სამსახურების მხრიდან მასობრივი დახოცვის შესახებ ძროხების ინფორმაცია ახალ ამბებში არ მინახავს, არც ბიზნესს და არც გავრცელებული. არც მე გეტყვით შემთხვევას, როდესაც ტეტრაციკლინია აღმოჩენილი იქნა სანტესში მიტანილი რძესი, ჯამში
60,000 ლარისზე იყო დაწუნებული. მაგრამ ეს ტეტრაციკლინი თვითონ კომპანია ხმარობს როგორც მასისტების წინააღმდეგ. და დროხას უკეთებდა. ეს ანუ თვითონ ფერმაშიც ხმარობენ ამას. ფერმაში ყვარლის ბაგის ფერმაში ჩვენ ახმარობთ ბროილერის წარმოებაში. ან თქვენ საერთოდ არ ხმარობთ? ჩვენ საერთოდ არ ხმარობთ. კარგით. ანუ ერთი მთავარი ამბავი არის ის, რომ თქვენ კი ყიდიდით ამ ქათმის ექსკრიმენტებს, სკლინს, მაგრამ იმ მოლოდინი და პერსპექტივით, რომ ის ნიადაგის განაყოფიერებისთვის, ანუ სასასუქეთ. მე უფრო მეცმე გეტყვით, მე არ მინდა თქვა სკლინტი არის იდეალური პროდუქტი. არა. სკლინტში შედის ბევრი შხამები. დიახ. ინსკრიმენტებში და საერთოდ ამით გამოყვება საქონლის, რომელსაც რძე აქვს, საერთოდ აკრძალულია. ეს ევროკავშირში უკვე თორსტები საქართველოში 2023 წლის შემდეგ საქართველოში აკრძალულია. საქართველოშიც აკრძალული არის, ხო? და მე გეტყვით, რომ ქართული ტრადიციები ჩვენ რო გვიყვართ, მეც ბავშვობაში დავდიოდი სოფელში და იქ არასოდეს ქათმის კლინს არ იყენებდნენ ცხოველების საჭმელად. იქ აი ბებიაჩებს გამოქონდა ეს და მიქონდა ბოსტანში ყრიდა. იგი მე ზუსტად ეს პრაქტიკა მახსოვს ბებიაჩემიც ხონებული ასევე აკეთებდა გურიაში. ტრადიცია არ არის საქართველოში არ ყოფილა საუკუნეებით იმას აჭამო საქონელს ქათმის კლინტი. ეს არაქრისტიანულია, მე გეტყვით პირდაპირ. იმიტომ ჩვენ ცხოველს უნდა ვცეთ პატივი. და უფრო მეც მე გეტყვით, ახლა ერთ საინტერესო ამ ლიანა ყაჭაშვილთან დაკავშირებით. ყვარლის ბაგამ აიღო 185 პარტიიდან ერთი პარტია და თითქოს ვითომ შეამოწმა ანტიბიოტიკზე. გეტყვით, რომ ის სინჯი როგორც აიღო იქ არ იყო გათვალისწინებული ჩვენც არ ვიცით თქვენი კომპანიის წარმომადგენლები არესტრებოდნენ ამას არესტრებოდნენ ანუ კაცშვილმა არის საერთოდ საიდან არის კაცშვილმა არის მაგრამ მეორე პრობლემა ის არის რომ მიიტანეს ლაბორატორიაში რომელსაც აკრედიტაცია არ აქვს ანტიბიოტიკების გასაცვლელად ანუ მოსამართლე დაეყრდნო არა აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გამოტანილ დასკვნას და 5 მილიონამდე ლარი დაგაჯარიმათ გადაწყვეტილებაზე ერთი პარტია შეამოწა და ეს გაავრცელა 185 პარტიაზე თითქოს ყველაში იყოს ეს იგი და ხარჯის რაოდენობა იქიდან გამოვიდა მეორე დიდი პრობლემა რაც ახლა ანტიბიოტიკზე სრულად გითხარით იქ როგორ არის ჩვენი საერთოდ არაფერი წვლილი არ არის იმაში მეორე საკითხი მე გითხრათ რომ სად არის ეს დახოცილი საქონელი სურსათის სააგენტოში და გამოკვლევები რომელიც მე ჩავატარე როგორ არის იცით რომ თუ რაღაცა ხდება ფერმაში ჩვენ ხო ფერმაღალი და ჩვენთანაც არის შემთხვევა ერთხელ დენი გამოითიშა და დაახლოებით 50000 ფრინული დაგვიხოცა იმიტომ ჩვენ დავრეკეთ საგადასახადო სურსათის სააგენტოში მოვიდეთ კანონით გაწერილი პროცედურები რომელიც კაცრად უნდა რეგულირდება მათი უტილიზაცია ხო უტილიზაცია და შესაბამისად მოსამართლემ უნდა დაეყრდოს კანონს და სურსათის სააგენტოს მოტანილი შედეგებს ეს ერთი მხარე მეორე ის არის რომ საქონელი რო ავათარი რაღაცები რო გვხვდება იმას გაკვეთას უკეთებენ აქტები არის და ეს არაფერი არ ყოფილა საქმეში წარმოდგენა საქმეში არ არის ეს არაფერი და ორი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილებები ყვარლის ბაგას სარჩელი არ დააკმაყოფილა. არა. გავიდა გარკვეული პერიოდი, ბატონ პაპაშვილს შეაქვს უკვე თბილისის სასამართლოში და ამ მოსამართლეს გამოაქვს ეს გადაწყვეტილება. მე ხომ უნდა შემოვიტანო გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი, თქვენ შეიძლება არ გიყვართ ხოლმე და ისეც იშვიათად სტუმრობთ სატელევიზიო სტუდიებს, მაგრამ როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი და კრიტიკული ხდებოდა, მე ყოველთვის მახსოვს თქვენი პოზიცია. რაც ობიექტურად უნდა აღვნიშნო. მათ შორის თუნდაც ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, როცა ახალგაზრდები ცემეს და ასახიჩრეს და ასე შემდეგ და იმ კრიზისთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენი აზრის გამოთქმის თქვენ არ გეშინიათ. არა, დაახერხო. აქედან გამომდინარე ჩდება კითხვა, იმიტომ რომ ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობაზე ლეგენდები დადის. მოგეხსენებათ, რეკორდსმენები ვართ მსოფლიოს სასამართლოებს შორის, რომელთა მოსამართლეებიც ამ რაოდენობით არიან დასანქცირებული დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან.
რადგან ამ ეჭვების გამოთქმის საფუძველი გვაქვს და ბატონი პაპაშვილი რბილად რო ვთქვათ ბატონ ბიძინასადმი განსაკუთრებული ლოიალობითა და ქრისტეს მიერ სიყვარულით გამოირჩევა. ამიტომ უნდა დაგისვათ ეს კითხვა, თვლით თუ არა რომ გადაწყვეტილება არა იმდენად პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ ლაშა პაპაშვილის გავლენების შედეგად ნაკარნახევი გადაწყვეტილება არის. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? თქვენ ხო არ დაისაჯეთ გარკვეულწილად ამ შემთხვევაში თუნდაც თქვენი პოლიტიკური პოზიციების გამო? მოსაზრებას გეტყვი, რომ ჩვენი პროდუქცია და ლაშას პროდუქცია იქ რა პოლიტიკური ადამიანი ყველა პოლიტიკური ჭამს მიირთმევს და კარგად არის. ეხლა მე მინდა გითხრათ მთავარი მე უშუალოდ ვესწრებოდი სასამართლოს ხდომებს. მე უფრო მეც მე გეტყვი მე გახლავართ ბიოლოგიის მეცნიერება და დოქტორი და ის რაც მოხდა ცხოვრებს რაც დაემართა მე არ მინდა ხა ბიოლოგიურად ეს მოგიყვედა რა მოხდა და როგორ არის მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ეს დიანა ყაჩაშვილი გეტყვით რომ ასე რომ შეხედა და დაალაგებული ადამიანი და მე გეტყვით უფრო მეტი ჭკვიანიც არის მე გეტყვით რომ ჩემ მოსაზრება ასეთია ამას ყველაფერს უდის ბექთამეობის სუნი ანუ რეალურად ეს გადაწყვეტილება ბევრი გადაწყვეტილება არის და მე მინდა რომ მოსამართლეებს მიმართოთ რომ ეს საკითხი დეტალურად შეისწავლონ და ასეთი შესწავლების დაშვება ეს მხოლოდ ღვთამის აღების მიზნით შეიძლება მოხდეს ასკები რა გასაგები ბატონი დარწმუნებული ვარ ბატონი მურუსიძე და ჩინჩელაძე თქვენს ამ რჩევას გაუცილებლად გაითვალისწინებენ ხო მაგრამ ჩემ შემდეგი და ჩვენი საუბრის ბოლოსკენ მივდივართ ამ შემთხვევაში უნდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ბიოლოგიური კომპეტენციას მათ შორის გამოვიყენო და კითხოთ თქვენი აზრი იმ შემთხვევაზე რაც მოხდა არა უკვე ამ თქვენს ფაქტებთან დაკავშირებით არამედ აი რძესთან დაკავშირებით როცა არაქართული წარმოების რძე ჩამოასხა ქართულმა კომპანიამ საბოლოო ჯამში ვიმბილდანმა რომელიც რუსული მფლობელობის არის და სურსათის უნებლობის სამსახურმა გააფრთხილა ხალხი რომ არ ეყიდოთ გაურკვეველი სიტუაცია, იმიტომ რომ მაინც ადამიანის დიდი კამპანია ამ ხრივ რომ აბა ამოიღოთ და აბა დაეცვათ და აიხსნა წესიერე და რაღაცები, ვერ უნახეთ, უბრალოდ ისეთ თავისმართლებებია რა, რომ ყველგან ხდება და ასე შემდეგ, რა ძალიან არასერიოზულად გამოიყურება მათ შორის ამ საქმეების პროფესიონალების მხრიდანაც. და დიდი უნდობლობა გაჩნდა საზოგადოებაში მომხმარებლებში. თქვენ იცნობთ რა ამ ინდუსტრიებს? რა შეგიძლიათ თქვა საქართველოში წარმოებების ხარისხთან მიმართებაში და ვისი პასუხისმგებლობა როგორია? გეტყვით ჩემ აზრს ეს კი როგორ არის იცით რომ ევროკავშირმა მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი თანხები ჩადეს სურსათის სააგენტოს შექმნაში. კი, მათ შორის USAID-მა რომელიც USAID-მა trebachevratsi და მე გეტყვით რომ ცუდად არ გამიგებენ მთელი წამყვანი თანამშრომლები დიდი გამოცდილების ხალხი არის. კი ბატონო. და შესაბამისად გეტყვით რომ მოწოდებული არიან მაღალ დონეზე იმუშაონ და გააკეთონ. მაგრამ გეტყვით რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მაგალითად მე გეტყვით რომ ის ბევრი რაც კეთდება რაღაცა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმათ არ შეეხოთ, ამათ არ შეეხოთ, იმათ ეს გააკეთონ, ამათ ეს გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, თორემ სურსათის სააგენტო ფაქტურად ძალიან ჩქარა შეიძლება ყოფილი წესრიგში მოიყვანოს. სამწუხარო ზუსტად ეს არის, რომ ამ შერჩევითი მიდგომების გამო ჩვენ ვაზიანებთ უზარმაზარ, ანუ ნდობას, რეპუტაციას, მათ შორის საკმაოდ მაღალი ხარისხის სტანდარტების მომუშავე წარმოებების მიმართ ხალხმა. მაგალითად მე არიცის ქართული პროდუქცია, იყიდოს, არ იყიდოს, როგორ მოიქცეს. ვაწარმოებთ ახლა დაახლოებით 1200 ტონა ხორცს თვეში. დიახ. და შეგვიძლია 3000 ვაწარმოოთ. და ვერ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ ქვეყანაში იმპორტირება ხდება პროდუქციის უხარისხოს. და შესაბამისად რაღაც ბევრი мотиваცია რომ მეც ეს არ ჩერდება. თორემ მთავრობა რომ მიიღოს გადაწყვეტილება იმ სტანდარტებით პროდუქცია მივიღოთ, რაც ჩვენ გვაქვს,
ჩვენ შეგვიძლია საქართველოში წარმოება მკვეთრად გავზარდოთ. მაგალითად, ჩინეთს გეტყვით. ჩინეთიდან ადრე პროდუქცია რო შემოდიოდა, იბეგრებოდა 12-ით. მერე მოვაწერეთ ეს ხელი იმას, რა ქვია, რატომ მოვაწერეთ მე არის, მაგრამ მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობაზე. და ახლა შემოდის საერთოდ დაბალი ხარისხის ცუდი პროდუქცია. ანუ ჩინეთმა იხეირა ნაცვლად ჩვენი ხეირის. ჩვენი ხეირის. ჩინეთს კიდე ხეირი ჭირდება, გა ჩვენს ხარისხს. საოცრად. ბადროზე აი ბოლოს რო მინდა კითხოთ კიდე უფრო ცოტა დიდ სურათზე, იმიტომ რომ უზარმაზარი გამოცდილების ადამიანი ხართ და ამ პროცესებსაც უფრო სხვა დისტანციით უყურებთ, ხო, ასაკობრივი კუთხითაც და რა პროცესებიც მიმდინარეობს ქვეყანაში. თუ ეს ასე გაგრძელდა, დეტალებზე კომენტარს არ გთხოვთ. ქართულ ეკონომიკას თქვენი აზრით და შესაბამისად სოციალურ მდგომარეობას რა ელის აი მომდევნო თვეების განმავლობაში. მე გეტყვით ჩვენ როგორ არიცით რომ აი იზოლაციის ეს ხარისხი თუ შენარჩუნდა გაიზარდა სანქციები ჩვენ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. მე ბევრი ეკონომისტი რო იძახის უეს გაჩერდება ეს სულად იქნება ჩამოინგრევა და რაღაცა არა იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკა და მაინც თუ იქიდან არა იქიდან აკეთებენ თუ გასაგები რა ეს ეკონომიკა მიდის ნელა მაგრამ კარგი დადებითი მიმართულებით არ მიდის იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მიმართულება იქით იყო სადაც ეკონომიური განვითარებული ქვეყნები არის ეხა იმათ ზურგი შევაქციეთ პოლიტიკურად ზურგი შევაქციეთ. ხო, პოლიტიკურად ზურგი შევაქციეთ. ხო, მაგრამ რატომ უნდა გქონდეს იმედი, რომ ეკონომიკურად განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ პარტნიორობას? ვეღარც განაგრძობენ. შეიძლება ვეღარც განაგრძობენ. ხო და მე გეტყვით, რომ მე არ მივესალმები. მე კვების მაგალითად გეტყვით მე კვების მრეწველობაში ვარ და მე მაგას გეგმები თუ განვითარდით ევროკავშირის მიმართულებით ინვესტიციები მკვეთრად გავზარდო. საქართველოს მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მიმართულება არ ავიღეთ. მესმის, თავს იკავებთ, იმიტომ რომ ბიზნესია ეკონომიკა და უყურებთ რეალურ ტენდენციებს.